თავის გუნდს. კაცი ამბობს რომ მე ამის საჩვენება და თანხა მაქვს, უბრალოდ მე იმას დღესაც ხარს უჭერ და ყოველთვის ხარს დაუჭერ. რაც გააკეთა ბატონო კოკაია, მე დღესაც დიდ მადლობას ვეუბნები. კაცი ამბობს მე ფული მაქვს, მაგრამ არ ვეთანხმები პრინციპს. თუ სახელმწიფო აფინანსებს რომელიმე გუნდს და აფინანსოს ჩემს და იმის მერე მე მაგას მივხედავ. ამაში ვეთანხმები. ან მეორე არ დააფინანსოს არავინ და კერძო ინვესტორები მივხედავს გუნდებს. ამაშიდაც ვეთანხმები. მაგრამ ეს ამ ეტაპზე ჩემი გადასაწყვეტ და ზესტაფონში ვერ გადაწყდება ეს თემა. მეორე გამოსავალი იქნება ეს თუ ბატონი კოკაია გუნდს გაშლის, მე არ ვიცი ახლა სტადიონს მერე გვათხოვებს თუ მოგვაქირავებს თუ რაც იქნება, შევქმნათ სხვა გუნდი, ის საჩვენებაც იქნება ამ პირველ ეტაპზე ეს 9 მილიონი დავაფინანსოთ, მერე კიდე რაღაცას გამოვნახავთ და შევქმნათ ახალი გუნდი. სხვა გამოსავალი გიხარით და შეიძლება იყოს. იმ ამბულანტებული ახალგაზრდა ბიჭების აქ მოსვლით ამ საკითხის გადაწყვეტა და გარკვეული სურათის დახატვა თურმე რამზიმეს მდგომარეობა გვაქვს. მეორე ეს იმაში მეორე პუნქტი სხვა იქნება. ის რომ თურმე ზესტაფონს გუნდი ეღუპება ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მე მინდა ახლა ერთი რაღაცა გითხრათ, მე რომ საბერძნეთში ბატონო საბერძნეთში მაცადე ერთი წუთი შენ ასე თუ დარი გარემ ქვეყანას ჩვენ რომ დარბოით და ზესტაფონის პეპულს რაღაცას უკეთებ. ესე თქვენი ამორჩევები არის. ხო, მაცადე ხო. ხო, მაცადე. მე მინდა ერთი რამე გითხრათ. თქვენი დაქირავებული. არაფერი არ ვარ მაშინ დაქირავება. შენი ძმა მინდა, დას დაქირავება მინდა. მაშინ შეგვიდი და ამ თემაზე არ მაქვს შეკითხვა. შეკითხვა მაქვს სხვა თემაზე. მოусმინეთ ძალიან. დაახლოებით 200 ბავშვი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლების და პლუს მარგვეთი 2006 რომელსაც ასევე მუნიციპალიტეტის გუნდია რამდენადაც მეც. ეს 200 ბავშვი თამაშობს და ვარჯიშობს ხელოვნურ საფარიან სტადიონზე, რომელზედაც იმ ვალების მქონე ილია კოკაიას ფულით არის გაკეთებული. დღეს რომ მოვიდეს ეს კაცი აახვიოს ის მწვანე საფარი, აქაც ბალახი აიღოს სტადიონზე, იქაც, იმიტომ რომ მისი საკუთრება არის, ეს ბავშვები და ეს გუნდი სად მიკრავთ? დავანებოთ ზესტაფონს თავი. მე მაქვს შეგიძლია. აი ამათ რას უშუალო. აი გაბრაზდეს კოკაია, მოგიდა თავის ქონებას ხელი და წაიღო აქედან. მე რას ვაშვები თქვენ? არის ძალიან ცუდი, ვიდრე გუნდში არის ძალიან ცუდი ვითარება შექმნილი. უახლოეს თამაშზე გამგზავრების ჩვენ არანაირი მატერიალური რესურსი აღარ გაგვაჩნია. ეს თემა ვიცეხა. რაიონს მოგვარდება, როგორ მოგვარდება, ძალიან ძნელი სალაპარაკოა. ხალხი ბრძანდებოდა, ადამიანები ვინც შეწუხებულები არიან საქმის. ესე არის მეც საკრებულოს წევრი ვარ და ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც აქ ბრძანდებოდა, სწორედ ჩემი ამომრჩევლებია მერწმუნე. ეს ადამიანები, ვინც რაღაცის გამო იქ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ თავის დროზე და შემოხაზეს და მე იმის უფლება რომ ამათ მოლოდინი ვერ გამოვართლო არ მაქვს, იმიტომ ფეხბურთი უნდა გადარჩეს ზესტაფონში და სასწრაფო რაღაც კრედიტი დაბეჭდება გადაიღოს მომხმარებლებით. ეს ვიცი, მე არ ვიცი ახლა იურიდიული კომისიის დასკვნები გარკვეულ შეკითხვებს ბადებს ჩემში და ეჭვებს საჩენს მინდა გითხრათ ამას დაუმალავად. საერთოდ უცნაურია, როდესაც ჟღერდება საჯარო პირისგან რას პირადი ასე ვთქვათ წენინებების შესახებ არგუმენტაცია გაჟღერდა და მერწმუნე და ემბულ შემოქმედებასთან შეხვედრაზე გააჟღერა ერთმა ესეთმა პირმა. თუმცა სიტუაცია ესეთი დღესდღეობით და გამოვიდა ძნელი გასაკეთებელია პრობლემა. რათა შემთხვევაში ჩვენ არის ბრძოლები ბოლომდე. რა უნდა თქვა? სული აბსურდის თეატრი იყო. დღეს გვესაუბრებოდნენ იმაზე, რაზეც ჩვენ სამი თვის წინათ უთხარით, რომ ამას ჭირდებოდა მაღალ დონეზე საკითხების გადაწყვეტა. ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი იყო ის, რომ თურმე საკითხის გახსნა 11 მარტს დაიწყეს, ფაქტიურად მივდივართ არაფრით. ანუ დიდი ალბათობით გუნდი ამ ქალაქში დაიშლება. მიზეზი არ იღება, ლაპარაკობენ იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში უკრაინას რაღაცები წაართვეს, თუ წაართვეს დაუბრუნონ ახლა და აღარ იქნება ვალი. უთხარი კიდევაც სასაკრებულოს წევრებს. გულშემატკივრებია. გულშემატკივრები რა უნდა დავაბინოთ? ვიპროტესტებთ, მაგრამ შედეგი ის იმედი არ აქვს. მე მგონია, რომ დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონატში ერთი გუნდით ნაკლები იქნება. ხო, ერთ სიტყვით რამოდენიმე თვის წინ იყო შეთანხმება კლუბს და მუნიციპალიტეტს შორის, რომ ნახევარ წელში შევიდა მუნიციპალიტეტი კლუბის საკუთრებაში და დააფინანსებდა იმ
პრობლემატურ თანხის გამო გაიღებდა რაც სჭირდება ნამდვილად ამ კლუბს რომ იარსებოს. ვფიქრობ რომ ეს კლუბი არის ძალიან მნიშვნელოვანი ზესტაფონელებისთვის, იმიტომ რომ არის მასობრივი სპორტი, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და ამით სულგულობს ასე ვთქვათ ზესტაფონი. დღეს აღმოჩნდა რომ უარსებობლებიან მუნიციპალიტეტის კლუბს ვეღარ დააფინანსებენ და წრე უკვე დაწყებულია, ფინანსები გაღებული აქვს მესაკუთრეს გუნდი თამაშობს და ვფიქრობ რომ ეს მართლაც არასწორი ნაბიჯია დღეს დასახეს რომ ეს არის რაღაც ბიზნეს პროექტი, ეს ბიზნეს პროექტი არის, ეს არის სოციალური პროექტი, რაც ძალიან დიდ მასას აინტერესებს ზესტაფონში და მუნიციპალიტეტმა უნდა გამონახოს გზა, რათა ის დანაპირები თანხა გაიღოს კლუბისათვის და დააფინანსოს ის საჭიროებო საკითხები, რაც აქვს დღესდღეობით ჩვენს გუნდს. ასე რომ ჩვენ ხარში უდგავართ ამ გუნდს და გულშემატკივარს და მაქსიმალურად ვეცდებით რომ ვაიძულოთ მუნიციპალიტეტს და ხელისუფლებას ზესტაფონის რომ ის დანაპირები შეუსრულოს რაც დაპირდა რამოდენიმე თვის წინ.